კვერცხი გაიაფთა ორი თეთრითო. მე არაფერს არ სვლის. ორი თეთრი რას ამოადი. გამარჯობა. გამარჯობა. კვერცხის ორი თეთრით გაიაფებაზე რას გვეტყვით? მარტო კვერცხზეა საქმე? დანარჩენზე არა. ორი თეთრი გინდიკით ყოფილა და გინდაკეთ რა აზრი აქვს? ანუ ამით არაფერი იცვლება. გაქვთ იმედი რომ გაიაფთება ეს აგროპროდუქტები? რა ვიცი, არა მგონი. ეს კომისია რაც შექმნა თქვათ ქართულ მოლოცებამ პარლამენტში, რომელსაც მილიონერი დეპუტატი ხელმძღვანელობს. რას გააკეთებს თქვენი აზრით? აქამდე რა გააკეთესო, მამის მერე გაკეთდეს. ბავშვი წყალი უნდა მეყიდა ძმა პატარა 300 გრამიანი და ლანახე ვარი მithres. მანქანაში მისვლა და მეზარა და ლანახე ვარი. მაგარი გაიაფთებს. გაქვთ იმედი რომ გაიაფთება ეს აგროპროდუქტები საქართველოში? არა, შედეგს ვერ ვხედავ ერთი სიტყვით რა. გაქვთ მოლოდინები რომ შეიძლება გაიაფთეს აგროპროდუქტები? არა. მოლოდინები არ მაქვს. შეიძლება რაღაცა გაიაფონ, ესეც მათი თაღლითური გზებით და სხვა რაღაცებს მოუმატონ რა ერთი სიტყვით ფასი. კვერცხს გაიაფება ორი თეთრით, რამერთ არის შეღავათი, ან თქვენთვის ან კვერცხი ჭამო მათმა რა ის კვერცხის გაიაფება რა არის. კვერცხი გაიაფთა ორი თეთრითო დაახლოებით რამდენიმე კომპანია საუბრობდა ამის შესახებ. არანაირი გაიაფება არ არის. ჩვეულებრივად როგორც იყო ისე არის. თუ არ დაემატა კიდევ მეც მადლობა. მაგრამ მე რომ გაიაფთეს ორი თეთრი იქნება რა შეღავათი. არანაირი შეღავათი არ იქნება. ორი თეთრი რა არის? პენსია რა 20 ლარით რა უნდა ვიყიდო მე? ორი თეთრით იაფთება კვერცხიო. ასე მოჩვენებაა. ორი კაპიკით გაიაფთეს ეს არის რა ეცი? ბავშვი ნაცრი შეხვდა. კვერცხის გაიაფებაზე რას ფიქრობთ? ორი თეთრით გაიაფთაო, რამდენიმე კომპანია ამბობს. რა ვიცი მე უყიდულობად გაიაფებულა და. ისევ იგივე ფასია? ხო. რომც გაიაფთეს, სulis ეს რამეს ორი თეთრით გაიაფება? ორი თეთრი არაფერს არის. გაქვთ იმედი რომ გაიაფთება საკვები პროდუქტები? ასე გვებნევიან და გაიაფთება თუ არა შევხედავთ. თუ ასრულებს ოცნება თავის დაპირებებს? ვერ ასრულებს. არ გახსენდებათ რამე დაპირება რაც შეასრულეს? ბევრი რამე დაგვპირდნენ, მაგრამ არ შეუსრულებია. პირველ რიგში მედიკამენტები უნდა გაიაფთეს. კვერცხი გაიაფთა ორი თეთრითო. რაია ორი თეთრი რა. არ არის ეს რაიმე შეღავათი? არა, ნამდვილად არა. თუ გაიაფთება, ყველაფერი მნიშვნელოვანია. წავედი. ორი თეთრით გაიაფება, არის თუ არა მნიშვნელოვანი? არაფერს არ ფიქრობ. არის თუ არა შეღავათი თქვენთვის? შენთვის არა და არავისთვის არა. მისთვის არის აბა, რა ხდება? რას აკეთებს ოცნება ამ შემთხვევაში? მე ვერ გეტყვი ვერ. რა განზრახით მოქმედებს თქვენი აზრით? ვერაფერს ვერ გეტყვი. გაქვთ იმედი რომ შეიძლება გაიაფთეს საკვები პროდუქტები? არა. რატო? არაფერი არ აჩვენს. როგორ? არაფერი არ აჩვენს რეალური. თქვენ ის კომისია რომელიც მუშაობს პარლამენტში, მილიონერი დეპუტატი ხელმძღვანელობს. რა უნდა გითხრა ახლა? მაგა მილიონერი დეპუტატის და პენსიონერს რა? 20 ლარი და მაგენს 1600 ლარი? არა ცხენია, მაგაზე მეტი მარდა, მე პენსიონერი ვარ. ქირავობ ბინას. 300 ლარი ბინაში ვიყდი და ზივს ცხოვრობ. რა მიზანი აქვს რა განზრახვაოს თქვენი აზრით ივანიშვილის აჯგუფებას, როცა მათ დაანონსეს იგივე საკვების გაიაფება და შექმნეს ასევე საპარლამენტო კომისია, რომლის წევრებიც ასევე თავმჯდომარეს მილიონერი დეპუტატია. აუ შეგვიძლია მაგ თემაზე ბევრი ვისაუბრო, ბევრი კუთხე განვიხილოთ. მაგრამ აუ მგონი ყველა ხვდება და იცის რომ 12 წლის განმავლობაში მხოლოდ ეს ადამიანი რაღაც თავისი ბიზნესად აქცეული მთელი ქვეყანა და აუ რა ტყუილი და თაღლითობაა რა. არაფრის იმედი არ გვაქვს რა ერთი სიტყვით ხავს. პირადად არც მე. აუ უბრალოდ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი თამაშია რა. ბატყუებენ. როგორც ჩვენს ნაშრომს გვართმევენ რა ისეთი გზებით რომ ძალიან ამარზენია რა. ერთ გზას ვხედავ მხოლოდ უნდა შეიცვალოს აი თიანად ეს პოლიტიკა რა. ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს თიანად. აი სხვა გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ ბევრი სხვა გზით ვცადეთ რაღაცეები და აი ისევ მოვდივართ ამ ჭაობში რა. ანუ ქართული ოცნების მთავრობა უნდა წავიდეს, თორემ ის არ შეასრულებს არც ერთ დაპირებას თქვენ ესე ვთქვით. რა ამის თუ ვინმეს კიდე ჯერა სრულიად დავიწყო. ალბათ დავრჩევი კორექტული რა. და ამ სიტუაციების მიხედვით კარგი არაფერი არ გველოდება რა. ჩემი აზრით
უფრო მეტ ჭაობში შევალ. რეალობ კვერს, კარტოფილს, მაკარონს, ზეთი. თავისთავად გარეცხვა ხო გინდა? საპონი გინდა, რაღაცა გინდა. ხელფასებს მოუმატოს და ფასები იყოს როგორც არის მაშინ. ეს რატომ ჯობია? ნაღდად ჯობი. ეს რატომ იქნება უკეთესი? რატო იქნება უკეთესი და ხალხი ცოტა სამოისუნთქებს ეს ერთი, მეორეს ერთი სამუშაო თუ იქნება, ნორმალური ხელფასი თუ იქნება, ხალხს არანაირი გაჭირება არ ექნება. ეხლა რა საკეთებს ქართული ოცნება? რა განზრახვით მოქმედებს? რა მიზანი აქვს მას თქვენი აზრით? არა მგონია ხალხის მიზნით კონდეს, თავისი ჯიბებს ისწორებს. ივანიშვილი? ივანიშვილი და თავისი მოდგმებით. პროდუქტების გადახედვა და ის გაიაფონდა. ეს იქნება აფთიაქები, ეს იქნება ცეცხლის ფასები. უბრალოდ C ვიტამინი ღირდა ლარი და ახლა გახდა 7-8 ლარი. გაიზარდა ეკონომიკა 10% და ირაკლი კობახიძე ამას ამბობს. რომელ გაზდაზია საუბარი, აი ეს გაზდაზია, ეკონომიკა სადაა. ვითომ გაასწრესო ქვეყნებს, აი ეს ქვეყნებს გაასწრეს, ქვეყნებს კი ჩამოჩენილია ღაღარიბებულია, საქართველოს სიღარიბია, ნუ უყურებენ, ვის რომ რულეტკით ზომავენ ფულებს, იქ ეს ნუ უყურებენ. უყურონ გლეხის ჯიბეს, რო ვალაქვა მაგალითად წასასვლელის ფული, პენსიონერები მაგალითად, ვაფშე რა არის 250 სომხები ჯობია, მაგრამ ეს ბიჭო პენსიებიც გზდაში, სომხები ჯობია. ჩვენ უფრო სწრაფად ვითარდებით ეკონომიკურად, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებიო. ვითარდება მათი ბიზნესისა თუ არა, არაფერი არ ვითარდება საქართველოში და მე არ ვითარდება. მისი პარლამენტარების ბიზნესები? აბა რა იქნება, რა იქნება. დენია რა და ჩემი მტერი. რას გაიაფებს ეს ხალხი? დენ მარტო თავისი ზრუნავი. რატომ არ გაქვთ ეს ბოლო რომ შეიძლება გაიაფოთ ეს აკვე პროდუქტები? რას გაიაფებს? ამას არაფერი არ ყოფნით. ასე რომ თავარია ხალხს მისცენ პენსიები დაუმატონ 20 ლარს რო სამარცხნოდ უმამტებენ და ასე აძურებენ პროდუქტებს. ამიტომ ეკონომიკის ზრდა გვაქვს 10% ირაკლი კობახიძე. არაფერი ზრდა არ გვაქვს. მათი ჯიბების ზრდა არის მარტო. მეტი არაფერი. აი კვერცხი გაიაფთა 2 თეთრით, რამდენიმე კომპანიამ განაცხადა 2 დღის წინ. კვერცხი შველის 2 თეთრით გაიაფება, 20 ლარი ყოფნის ამ პენსიის იმა 2 თეთრს. როგორ ფიქრობთ? ეყოფა ადამიანს ეს? რა მიზანი აქვს ეს ამ დაპირებებს? ასე კობახიძე ამბობს რომ აი გაიაფთება პროდუქტები, შემდეგ ვიგებთ რომ ამით ვერაფრით ხალხის გულს ვერ მოიგებს ვერანაირად, იმიტომ ხალხი იმდენად გამწარებულია, რომ ერთი სული აქვს ამ ხალხის მოშორება, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ, მაგრამ მაინც მიზანს მივახცევთ. ბრძოლა ბოლომდე რო იწყიან, ჩვენი ახალგაზრდები და ჩვენი საამაყო ხალხი, ჩვენც ასე ვიტყვით, რომ ბრძოლა ბოლომდე. ჩვენ თვითონ კარტოფილი მოხავს. კარტოფილი 10, ლარი 20, 30 და ადგილზეა 70. თქვენ სად ცხოვრობთ? ადიგენში. რაში გეხმარებათ მთავრობა? მე კარტოფილეებს. რაში და გვეხმარებოდეს? გამოყავთ და თესლი 4 და 5 ლარი ღირს. 300 კილო რო იყიდო 1200 ლარი გინდა. 1200 ლარის მეტი წამალი გინდა და რა გაეფებულია. რობია თესლი შამეიტანოს თვითონ იაფად და გლეხს დაუნაწილოს იმან იმუშაოს. იძულებული ხდება სოფელში და ახლა სოფლები დაცლილია. სოფელში რო შეუწყობ ხელდა ექნება მაგალითად პენსია 1000 ლარი, შემოსავალი ექნება, შემოსავალი ფულად არაფერი არ არის სამუშაო. ჯობია რომ შეუწყონ გლეხს ხელი სოფელში დარჩეს, სოფლები დაცლილია, იმიტომ რომ ფულად შემოსავალი არ აქვს. რატომ არ უწყობენ ხელს გლეხს თქვენი აზრით? მათზე ზრუნვენ ალბათ და საკუთარ თავზე? იმიტომ რომ ხელფასები მათ დიდვანი აქვს. კიდევ უფრო გაიზარდა წელს მათი ხელფასები. თქვენ პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი წელს უკვე 16,000 ლარია. გლეხთა კონდეს საშუალება რომ დარჩეს სოფელში. სოფელი არავის აღარ უნდა, იმიტომ ფული არა. მე იყო 2 ტონა კარტოფილი 600 ლარი. 600 ლარი წელიწად აქდეო. სოფელში უპროცენტო კრედიტები დამიცეს, რომ რაღაცა წამეიწყოს კაცმა გააკეთოს. მაგაზე ლაპარაკობდა სოციალისტ თავის დროზე ივანიშვილი, ხო ვიდრე მოვიდოდა ხელისუფლებაში. მოვიდოდა და ამბობდა, კაი ხელის შეწყობა ქონდა, მაგრამ მე არაფერი არ გაუკეთებია.
დაპირებები არ შეუსრულებია. აგერ გაზმოუმატეს, მგზავრობას მოუმატეს, მათი ბავშვები იქენი ევროპაში სწავლობენ და გლეხს უჭირს რო გაუშვას. რატომ არ გაიაფთება, რატომ არ გაქვთ ეს? რა ვიცი, შადავები დიდრებს უჭირავს ხაში, იმიტომ. აი, თქვენ კვერცხი გაიაფთა ორი თეთრითო. კი და ზეთიც ხანდახან ალბათ რაღაცებით, მეტი არ ვიცი. ეს მნიშვნელოვანია არის რაღაც ორი კაპიტი არაფერი. არაფერი არ და იცვლება. ვისთვის რა? რა უნდა გაიაფთეს რეალურად, რომ პირველი პროდუქტები უნდა გაიაფთეს, აუცილებლად ზეთი, ცოტა პური, კვერცხი საკმაოდ ძვირია, კვერცხს ბევრს იმაშვება ახლა. ბოსნეულია ძალიან ძვირი ახლა. ის კომისია რომელიც მუშაობს ახლა ამ საკითხებზე, ამ კომისიის ხელმძღვანელი არის მილიონერი დეპუტატი. გაქვთ არ რა? უნდა იყოს. საერთოდ ეს ადამიანების ხასიათია, რომ როცა ფულშოულობენ, იმის უკან დახევა არ უყვართ, მეტი არაფერი. გადაც სამარყოფოში მუშაობდა ძალიან დაბალი ხელფასებია და რომ გააკონტროლონ, რომ მინიმუმი მაინც იყოს ისეთი, რომ ადამიანმა თქვენ რა პოზიციაზე მუშაობთ? ერთანი ვარდები ახალი ვარ. ეკთადე ცნობილია რომ ძალიან დაბალი ხელფასები. დაბალი ხელფასი. რამდენია თქვენი ხელფასი? ნუ ახლა რეზერვი ვარ და ისე ერთი განაკვეთით ვინც მუშაობს 600 ლარამდე არ არის თვეში. თვეში. რა ვიცი ეს დაპირებები არის რამდენი ხანია ეთნების ხელფასებზე მაგალითად. ნუ სხვა სფეროშიც კი, მაგრამ აი ეს ნამდვილად ძალიან სასაცილოა. ადამიანის ჯანმრთელობასთან გაქვს საქმე და ასეთი სასაცილო ხელფასი თუ გინდათ ექიმებისთვისაც. 2-3 ადგილას მუშაობენ რომ რაღაც გამოვიდეს. კი არ გაიაფთა გაძვირდა. პირიქით გაძვირდა? ორი თეთრით გაიაფთებაო, რამდენიმე კომპანიამ განაცხადა ამის არია თუ შესახებ. გაიაფებენ და ჩვენ რაღაცა სულ სამოვითქვათ, მაინც ხმაცია რა. პროდუქტები სულ ძვირია ყველგან. რომ შევდივართ გაკვირვებული რჩებით. გაქვთ იმედი რომ გაიაფთება, ანუ თქვა ეს გვაქვს კომისია იმედი. რომელიც მუშაობს დიახ, პარლამენტში, გვაქვს იმედი ძალიან. მილიონერი დეპუტატების შემადგენლობით გაიაფებენ ესენი პროდუქტებს. ალბათ გაიაფებენ. ნახოთ და წინა გვაქვს ყველაფერი. ამეთ არის სუდად მიდის საქართველოს. აი კვერცხი გაიაფთა ორი თეთრითო, ეს რას ცვლის? არაფერს. ვისაც უყვარს კვერცხი. ალბათ იყიდის ამითი და ორი თეთრი რა მნიშვნელობა არაფერი. საერთოდ უნდა იყოს თუ არის რეალური ფასი რა რაღაცა. ესე ვერ გეტყვით რა. რა მიზეზს ემსახურება თქვენი აზრით ეს დაპირებები, რომ აი გაიაფთება საკუთარ პროდუქტები, გაივიდა უკვე საკმაოდ იმედს ვაძლევს და იმედით ვიცხოვრებთ ალბათ და რა ვიცი აბა გამიგეს. ან რეალური შედეგი ვერ დადგება თქვენ ამბობთ? რა ვიცი არ მაქვს მქონი რა ვიცი. ასრულებს ისე თავის დაპირებებს ქართული ოცნება თქვენი დაკვირვებით? მათთან მიხედვით ასრულებს და ჩვენთან არ ჩანს არაფერი რომ როგორც საჭიროა რა. ძვირია ყველაფერი რა, მაშინ ძვირი მაღალი ხელფასი უნდა გქონდეს, რასაც დანაზოგი ქვია ხელფასხებლობს, შრომობ და არ გაქვს ის დანაზოგი, რასაც შეესაბამება ამ დღევანდელ ცხოვრებას. მაგრამ 10% გაიზარდა საქართველოში შემოსავლები, ეკონომიკა ირაკლი კობახიძე ამბობს. თქვენზე თუ აისახა ეს? ჯერჯერობით არაფერზე. კვერცხის გაიაფება ორი თეთრით რას ნიშნავს? კვერცხი ორი თეთრით არც გაიაფებულა სიმართლე რო გითხრა, იმიტომ რომ იმდენად დანამატი იყო, რომ ჩვეულებრივი ფასია როგორც ადრე. უნდა გაიაფდეს პირველ რიგში სატრანსპორტო ხაზების ფასი, იმიტომ რომ ხალხში ძალიან ცუდია ეს, იმიტომ რომ უმრავლესობა ადამიანების გზავრობს ტრანსპორტით, ავტობუსთან მაქვს პრომეტის რა ქვია და ფიქრობ რომ უნდა გაიაფთეს ავტობუსის ტარიფები. საკვების გაიაფებაზე, თქვა კვერცხის გაიაფებაზე რას ფიქრობთ? რამე გაიაფთა საერთოდ. ორი თეთრით გაიაფთა კვერცხიო? არ მინახია მე. გაქვთ იმედი რომ გაიაფთება? არა. რატომ? მე იმედი ვარ. მაგას რა თუნდა თქმა. რატომ არ გაიაფთება თქვენი აზრით? რა ვიცი, მან შეეკითხეს. არაფერი არ გაიაფთა. კვერცხი გაიაფთაო, ესე გითხრეს. ერთი კვირით შეიძლება. თავრობა უნდა წავიდეს ეს ახლა რო არის. კვერცხი გავაიაფეთო, კვერცხი ორი თეთრითო. ყველია, არაფერი არა. რომ გაიაფთეს იქნება ეს რამე შეღავათი? არა, მაგას არაფერი. ოთ, ატო იარა ის რაღაცები.